დღეს მოდით ჩავუღრმავდეთ ღვთის სწავლებას, შენი რწმენისამებრ მოგეგოს შენ. სარწმუნოებრივი ცხოვრებისთვის უმთავრესი რამ. ეს ნამდვილად რწმენაა. თუ რწმენა არ გვექნება, რწმენას დავიწყებთ, რაც ურწმუნოების შედეგია. საბოლოოდ ვერაფერს მივიღებთ. გალატელთა მე-6 თავის თანახმად, რას ამბობს ბიბლია? რას მოიმკის კაცი იმისგან, რასაც თესავს? ღვთის ყველა სიტყვა აღსრულდება. არ არსებობს არც ერთი სიტყვა, რომელიც არ ახდეს. ყველაფერი სრულდება. ღმერთი მოგვიწოდებს ღვთისწმინდა და დიდ საქმისკენ, რომელიც აღსრულდება და გვაძლევს ზეციურ დიდებას, რადგან თუნდაც მცირედ მივიღეთ მონაწილეობა ღვთის საქმეში. კორეაში ოლიმპიური მედლისთვის სპორტსმენებს სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებენ. მაგალითად, ფეხბურთის გუნდი მედლებისთვის იბრძვის. შემდეგ მწვრთნელები გუნდის ყველა წევრს ერთხელ მაინც აძლევენ თამაშის საშუალებას, რათა ეს შეღავათი მიიღონ. მედლის მოგების შემთხვევაში, თუნდაც 5 წუთი ჰქონდეთ ნათამაშები, ისინი სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან. ამიტომ მწვრთნელები ცდილობენ, ყველა მოთამაშე მითამაშოს თუნდაც 1 ან 5 წუთი. უქადაგეთ სახარება, სიცოცხლის ხარება, მთელ კაცობრიობას. რადგან ეს ღვთის ბრძანებაა, ის უთუოდ აღსრულდება არა. ღმერთმა მოგცა ღვთის საქმეში მონაწილეობის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გარეშეც აღსრულდება. ამისთვის მამასა და დედას მადლობასა და დიდებას ვწირავთ. ასევე სახარებაში მონაწილეობასთან ერთად. რას გვაძლევს ის ფილიპელთა თავი მე-4 მიხედვით? ის ძალასაც კი გვაძლევს. ჩვენ საკუთარი ძალებით ვერაფერს გავაკეთებთ. თუმცა ღმერთი ძალას აძლევს ყველას, ვინც სწამს და მის ნებას მიჰყვება. რათა ყველაფერი შეძლონ ღვთის მიერ ბოძებული ძალით. ის მათ ყველაფრის გაკეთების საშუალებას ღვთის ძალით აძლევს. ჩვენც უნდა დავიჯეროთ ეს ფაქტი. ასევე ის, რაც აუცილებლად გვჭირდება, რწმენაა. ისინი, ვინც ბოლომდე სიონში რჩებიან, მიჰყვებიან ღმერთს და იერუსალიმში არიან ჩაწერილნი. რა დაემართებათ მათ საბოლოოდ? დაწერილია, რომ ისინი წმინდებად იწოდებიან. ისინი ღვთისწმინდა ხალხი არიან. სწორედ ამიტომ უწოდებენ მათ წმინდანებს, რაც ნიშნავს ღვთის ხალხს. ამიტომ წერია გამოცხადების თავი მე-14. აქაა მოთმინება ღვთის ხალხისა, რომლებიც მის მცნებებს იცავენ. თუ ღვთის მორწმუნე სამყაროში ღვთის რწმენა გვაქვს, რა ცვლილებები მოხდება ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს გარშემო და სახარების სფეროში? არ უნდა მივბაძოთ რწმენის არ მქონეებს.